სალამს გესურვებთ მეგობრებო. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლების და რეაქტივას და ეს არის მე-6 სერია. პირველი სეზონის ბოლო სერიაა. როგორც გავიგე, გვეშით მომაჭირდებათ ბიჭებს, ამიტომ აღწერაში იქნება ბიჭების არხი. აუცილებლად გადადით დონაციის ლინკიც, როგორც KISS-ას ლინკი, ისე პირდაპირ ბანკის ლინკი მითითებულია და რითიც შეგიძლიათ დაუდგეთ გვერდში და ჩემგან ვინც გადახვართ და მსგავსად თუნდაც ერთი გამოწერით მაინც გვერდში დაუდგებით, ძალიან გამიხარდა. რაც შეეხება სერიას, ჩაუჯდეთ, დაუდგეთ ბოლო სერია და იმედია გაგრძელდება და წინ წავა ეს პროექტი, ძალიან დიდი იმედი მაქვს. დავიწყოთ ხა და შევაწვდით. 1959 წელიო. ეს ის ტიპია. იქ რო გაეჩითა იმას. ვერ ხედავს? შენთვის უკეთესი იქნება. სერიოზული მიზეზი გქონდეს აქ მოსვლის. არ მინდოდა დამშვიდობების გარეშე წავსულიყავი. ტყუილი არ გიხდება, მეგობარო. თუმცა არ მოგატყუებ და გეტყვი. გამიხარდა შენი უშნო სახლის ნახვა კიდევ ერთხელ. თავს როგორ ბრძნობ. სიცლის ბიჭივით. მარლენ. არ გინდა. ხედავ გაშინებს დასასრული. მაშინებს. ლადა. მაგრამ ეს არაფერია. მიწავიყავ და მიწად ვიქცევი. ყველას არ სურს საუკუნეები დაიარებოდეს წინ და უკან. შეცავით. მართალია ხანმოკლე, მაგრამ უინტერესო ცხოვრობით ნამდვილად არ მცხოვრია. ჯიუტო ადამიანო. შენგან ვისწავლე. რა შემიძლია რომ გავაკეთო შენთვის? შენ საკმარისი გააკეთე უკვე. გული მტკივა ვლად. სურგს რო ვეღარ გაგიმაგრებ. როგორც აქამდე გიმაგრებდი. ვა. მხოლოდ ერთი უმნიშვნელო ნაკბენი. გთხოვ, დავასრულოთ ამაზე საუბარი. აი მას რომ პირად გადაქცევა არ უნდა, კაროჩი. მაგარი საინტერესოა. არ მეგონა თუ ასე გამიჭირდებოდა დამშვიდობება. არც ეს სენტიმენტები გიხდება. არის ერთი რამ, რაც შეგიძლია ჩემთვის გააკეთო სანამ წახვალ. გისმენ? ვიცი. იმედი დაკარგე. ვიცი, ვერც მე დაგიხმარე, მაგრამ როცა გამოგვიძების ციკლი დასრულდება და ახალ სამყაროში გაიღვიძებ, გთხოვ, არ გაჩერდე. გააგრძელე ბრძოლა. გააგრძელე ძებნა, რომ ჩვენმა შრომამ ფუჭად არ ჩაიაროს. შეგიძლია მომცებილობა, რომ ამას იზამ. პირობას გაძლევ. მადლობა.
შენი წასვლის დრო. და ისეთი დაგინახოს სამყარო. როგორცაც მე გხედავ. ეს იმ შემთხვევაში თუ გადაიფიქრებ შვიდობით მეგობარო არა მე დაუტოვა რომ გადაიქცეს მომბირათელთ აჩუ ვანთალებ შვილო ხენი კი არ ვარ მოცა ზურგი რატო გამიჩვა ფისები უქენი ჩუმად გამიშკრა თავი იაპისა ale მივალთი გამოქვაბულია თუ რაღაცამდე ხაცები კითხულობენ. ასე დროს ვინ უნდა იყოს? არ ვიცი, ორი მამაკაცია შავანაფორაში. გასაგებია შემოუში. ბატონო მარლენ, მე გჭირდებით? არა, შეგიძლია წახვიდე. გამიმშვიდობს. მობრძანდით ბატონებო. აქამშვიდობა. ასე დროს რამ შეგაწყვეტ? არჩევან ეს კაი ტიპები კარჩი. ვა, ეს არა ჩავდა. პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, ბატონო მარლენ. საინტერესოა კითხვა დაგჭიროთ. ჩვენ ერთ ადამიანს დავეძებთ. და ის კაცი შენი ამხანაგი არის. ჩემი ამხანაგი? მე ძალიან ბევრი ამხანაგი მყავს. ვიცი, ბატონო მარლენ. ყოვლად ცნობილი მეცნიერ მუშაკი ხარ. ხალხსაც უყარხარ და პარტიაშიც პატივს გცემენ, მაგრამ ახლა მის სალაპარაკოდ არ მოვსულვართ ჩვენ. მოგვაწოდე სწორი ინფორმაცია და დავალთ ჩვენ გზაზე. მიდღემჩი ვეღარ ვნახავ შვილო ჩემო. სიამოვნებით დაგეხმარებით, მაგრამ გამაგებინეთ რაზეა საუბარი. საუბარი თქვენს მეგობარ ვლადიმერზეა. ვლადზე? ვლადიზე. და ეგ ვლადი სულ ახლა ხანს აქანა იყო. ახლა არალი. სადანარი. იცით, რაღაც გეშლებათ ბატონებო. ვლადი ძალიან დიდი ხანია არ მინახავს და საერთოდაც მგონი ქვეყნიდან არის წასული. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ახლა ისი არ გექცევი, ისი ღირსიც ხარ, შენი ავადმყოფობაა. ვიცით, ისედაც მალე ამოგხდება სული და სანამ ჩაძაღლდები, მონანიების საშუალებას გაძლევთ. თქვი ის არის ის ბოროტება, რასაც ასიაფარებ ხელს და გპირდები ტანჯვის გარეშე დავასრულებ მის არსებობას. ძალიან კარგი. ვერძე გადავდოთ ბატონებო. ზედმეტი თავაზიანობა. იცით, ამ ცხოვრებაში ბევრი რამ ვერ ვისწავლე, მაგრამ ერთი რამ ნათელია ჩემთვის. ყველა რქიანი ბოროტი არ არის.
ხოლო ყველა ფრთიანი ანგელოზი. რაიო. აი თქვენ ამის ნათელი მაგალითი ხართ. და საერთოდაც რო ვიცოდე სად არის ვლადი, თქვენ არ გეტყოდით. ახლა კი შეგიძლიათ ისე მოიქცეთ, როგორც საჭიროდ ჩათვლით. გამჩენო. შეუნდე რამე თვერე იცის რა. დაგვიჯერე ვიპოვით შენს მეგობარს ადრეთო გვიან. როგორც ამას ყოველთვის ვახერხებდით ხოლმე. თუმცა შენი სული განწირულია. რა არის ეს? იმედია ჩემ ტანჯულს ხელს წამლის ბოლო წვეთს არ წაართმევს თქვენ არი ღვთისმოსავი ხალხი. პირიქით. კიდევ ერთხელ გამოგიწვით დახმარების ხელს. ვაა, მაგარი საინტერესო. და ამ დროს დალევს გარს. ცეცხლად და ნამთად შეგერგოს ბატონო მარლენ. წამით ხალხო. აჩთი ბატონო, კიდე კაი შევხედე. როცა შევაერთოთ, ვიწევთ. Vlad! Აკ გამოიქეცი Vlad. უსვამ შენ ინტიმურ შეკითხვებს. უნდა და გამოიქცა. ისე Vlad, თუ გინდა ლეპტოპი ჯდებოდა და ჩვენ გამოგეკიდებით. ან და პირიქით, ჩვენ გავიქცევით და შენ გამოგვეკიდე Vlad. მომწონს ჩოგბურთი. რატო წამოხვედით? რამე არ მოგეწონათ? თუ გინდა სხვა კლუბში წავიდეთ, სადაც დისკოს უკრავდი. რამე მოხდა Vlad, რამე? არა. ძალიან სასიამოვნო საღამოიყო უბრალოდ. ძალიან დავიღალე და სახლში წასვლა მსურს. ბერდები. აი ადრეს წანაირად ერთობოდი. უსისინებს, ისულელებს. ლადმა თქვა სახლშიო და ყველანი მივდივართ სახლში. კარგი ხო? როგორც ლადი იტყვის ისე იქნება. რას მიყურებ წარკვეთილო? დაკოქე შენი ტრანსპორტი. მოიცა რა ტრანსპორტი, კაცო, ნასვამები ვართ ყველანი, ტაქს გამოვიძახებ და ტაქსები წავიდეთ. სულ ერთია, თუ გინდა ბებია შენი სული გამოიძახე. თავარია სახში მიგიყვანოს. კაი, ხო, კაი, ორი ტაქსი მოვა 2 წუთში. თენდება ამ სოდვებით ახსავს ეკალაკში. ესე ამბობს წამყვანი რა. ჩიტუ გაიჩიდა. უნდა გაყარო მაფიოზები, იაკუზა და ასე შემდეგ რა. მაგარი. შოშამა ხურდო. გვიდე ხო გაგისწორდათ დღეს. ძველი დრო ჯობდატორი. აი, Vlad. რაღაცას ნერვიულობ თუ მეჩვენებო. სასომე. აქ ჩამოვა. სხვა დაგსწავდი. თქვენ მიდით სახლში მეც. მალე დავბრუნდები. მოიცა ერთ წუთს საჩამოხო, კაცო, იმათ რა უთხრა რომ მივა. საერთოდ როგორ Vlad. გეხვეწებს საუნა ჩამოხვიდე რა. ცო გაიჩერი მანქანა. ერთი წუთი, მოიცა, რას აკეთებ? გეხვეწებ, მარტო როგორ მიშვებ, იმათ რა უთხრა. Vlad. Vlad, რას აკეთებ? მითხარი, იმათ რა უთხრა, საწავიდა თქვენ როგორ მოაგნებ საათს? უთხარი მზის ამოსვლამდე დაბრუნდება თქო. მზის ამოსვლამდე? ხო, შენ პირდი, Vlad, ცუდი არაფერი მოხდებაო, რატო აკეთებ? მომისმინე. შენ კარგი ბიჭი ხარ. აი შუაშია. ცოლ წაიყვანე სახლში. აბა, რა სიტყვით? კარგი იყო ტორიკ, კარგი იყო. ეხა თავიდან ვიფიქრე, აი ამ კარუსელებს რაკში გაუკეთებ მე. მაგრამ კარგი იყო ოჯახი. აბა შენ რა სიტყვი?
გარყვნილო მოხუცო. პირველი გამისთვის ცუდი არ იყო. და просто ამოუგდეს რაღაცა და იმდენი რამეა უცნაური და ახალი რომ ცოტა შეგუება მომიწევს. რატომ მე მომწონს? თითქოს არაფერი შეცვლილა. თანაც თქვენ ჩემთან ერთად ხარ და ამით ბედნიერი ვარ. ახალი მეგობრები შევიძინე სასო და ტორიკა. ცოტა მახინჯები არიან, მაგრამ კარგები. აი, მოვიდნენ. სად ხარ ამდენ ხანს, ბიჭო? ვლადი სადაა? ვლადი? ბიჭებო, რაღაცა უნდა გითხრათ რა. ბიჭო, მე რა ჯანდაბა უნდა მექნა ხალხო. ვაქანიდან გადავიდა, წადიდან მოვალო, მე რა მექნა? მომისმინე სასო. მე არ დაგახრჩობ. მაგრამ გეტყვი რომ ნამდვილი იდიოტი. რატო ვარ იდიოტი? რატო? რანაირად მოგვაგნებს ახლა? ნუ ეჩხუბები სასოს, ცოდოა. ჯერ პატარა გოგოა. რა გჭირთ ვერ გავიგე ვლადიე ის ხო არ არის რა? ალბათ განიავება მოუნდა და გაისეირნა რა გჭირთ? კიდე ერთ რაღაცას ვიტყვი ხა და არ დამოხტო. ბიჭო რაღაცნაირად ნანერვიულებული მომეჩვენა, რაღაცნაირად იყურებოდა რა. მოიწერას ნიშნავს ანერვიულებული მომეჩვენა. არ ვიცი რაღაცა ეს ვიღაცას ეძებდა თუ რაღაცას ეძებდა, რაღაცნაირად იყურებოდა რა. ეს ბუტა! ვლადის გამოხედვა უნდა ყუა როგორც ხო ისეთივე სივია როგორც მეზობლიშა. და ისეთივე მომცველია როგორც ტიპს ეძებდა კულში რა ნახა. ვინ ტიპს ნახა კლუბში? ვიღაცა ტიპი იყო მაღალი, არ ვიცი. ეს იდგნენ და ერთმანეთს უყურებდნენ, ვიფიქრე ალბათ ნაცნობია თქო. რა ნაცნობი ბიჭო, ამ საუკუნეში არ ყავთ ნაცნობი ჩვენს გარდა. ნაცნობი. ხო, ისე ეგრეა, მაგრამ აბა ვინ ჩემი ხლე იყო? მოიწერა. ტორიკა ცალკე იდიოტია. უყურებდა თუ ის ტიპიც. მოიცადე ხა. თქვენ გინდა თქვათ რომ მარტო მე დავინახე ეს ყველაფერი? ესე იდგნენ ძალიან დიდხანს სიჩუმეში და უყურებდნენ ერთმანეთს. და საერთოდ არ მოგეჩვენა საერთოდ ეგ ამბავი. ვიფიქრე ალბათ ისეთი გასულები არიან რომ უსწორდებათ ერთმანეთის ყურება თქო რა. რა შევწდი? გონი მონადირეებმა მოგვაგნეს. ეს მონადირეები ის ტიპები არიან, ხო ეს მოძურები თუ ვიღაცები. მაგარ ვიცია ვლადი შეხედით. ცოტა ზემოთ რა ვა ეს ნაირი ბერდები ვლად ბერდები ხედავ შენც არ დაგიდდოთ რომ ჩემო მეგობარო ამდენი დრო დაგჭირდა ჩემს მოსაძებნად ვლად როგორც თვალები რატო არ ქიცე უარზე იყავი ჩემს ნაკბენს სიკვდილი ამჯობინე რა მოხდა ვინმე სხვამ გადაგაქცია გულს მდგენ ვლად გონია შენ გიღალატებდი და სხვას დავნებდებოდი არა როგორ მოაღწია ამ დრომდე თანაც დაბერების გარეშე შენ რა მართლა არ გახსოვს რა დამიტოვე წასვლის წინ მაგიდაზე ჩემი სისხლის დალევით გადაქცევა შეუძლებელია მარლენ ამას მხოლოდ ნაკმენით შეძლებ მეც მასე მეგონა მაგრამ ფაქტი სახეზეა ჯერ დაავადება გაქრა შემდეგი ვატყობდი რაც დრო გადიოდა სიბერეც ვერას მაკლებდა და შენი მოძებნა გადავწყვიტე და მოგაგენი კიდეც გამოქვაბულში
ვიცოდი შენი გამოგვიძება ვერ მოხერხდებოდა სანამ ციკლი არ დასრულდებოდა და შენი მორჩილთა კუბოები გამოვიტანე. და ამ წლების მანძილზე სხვადასხვა ადგილზე გადამქონდა ფიც დადებულებს რო არ მოეგნოთ თქვენთვის. 70 წელიც გავიდა იმის ლოდინში რომ ციკლი დასრულდებოდა და შენთან ლაპარაკს შევძლებდი. და აი შენც აქ ხარ. თუმცა მეგონა ძველი მეგობრის დანახვა გაგეხარდებოდა. ჩემი თვალები ძველ მეგობარს ხედავენ. ამაში ეჭვი არ მებარება. თუმცა ჩემი სხეული გრძნობს, რომ ის მარლენი აღარ არის. საინტერესო დილემაა რა. ენდოგულს თუ თვალს. შეხედე ვლად. რამდენი უღირსი და სუსტი არსება დაიარება. მათი არსებობა მოკლებულია ყოველგვარ აზრს და მიზანს. ნახირი. აი რა ითქმის მათზე. ჩვენ კი მწყემსები ვართ. ამას მაშინ მივხვდი, როდესაც შენ გამოიღვიძე. ჩემშიც რაღაც მოხდა თითქოს ახლიდან დავიბადე. ერთ მარტივ და აბსოლუტურ ჭეშმარიტებას მივხვდი. რა ჭეშმარიტებას? ამ სამყაროში მხოლოდ ჩვენნაირების ადგილია. მოკვდები წარკვეთილო საშინელ ტანჯვაში მოკვდები ვლაც ერთი ღერით მაინც რომ ამოუვიდეს თავზე. აგი შენ კიდე ბოლოს ეს რა შუაშია? თუ ჩამოუვარდეს. არის ვლადი როგორი თავის დათქმა? რამე თუ აი ჩემავე ხარ გადაათქმევინებ. სასოკი არა ჩვენც ვერ გავაჩერებდით. ვლადი მინდა ვლადი. აი, ბაკო, კაი, დამშვიდი, მოვა ვლადი, რა გჭირს ვერ გავიგე. როგორ უყვართ? დაიოკე ნერვები შვილო, დაიოკე გეუბნება მოვაო და უნდა დაუჯეროთ ამ დეგენერატს. მე რატო ვარ დეგენერატი? კარტორი ხარ და ჩუმად ეხლა. ჰა, მიდით ეხა შეიწმინდე ჩემზე ხელები. ხო ვიცი ყველაფერი იმიტომ რომ ოდო მუქი ვარ, არა? ვლადი მინდა ვლადი. კარგი, პაკო, კარგი. გავიგე, ერთი წუთი დაწყნარდი, გეხვეწე, მოვა ვლადი. ხო იცი რომ ძალიან ძლიერია, ხო იცი რომ ვერავინ ვერაფერს ვერ უზავს, ხო? შენ მოძებნე ვლადი. ჰა? მასთან დაკავშირებაში ხო შეგიძლია მოძებნე? ერთი წამი. რას მიყურებთ ხალხო? ეგრე არ მუშაობს, არ ვიცი მე ეგ როგორ ქნა, იმას შეუძლია შემოსვლა, მე კი არა. შენ ისეთი ნიჭიერი ხარ, უშნო კი ხარ, მაგრამ ნიჭიერი ხარ, მოძებნე. მართალს ბაკო, მაგარი ტიპია გალს. შენ შეგიძლია მასთან დაკავშირება, შენ კავშირი გაქვს მათთან. სადე შეჩემა რას კარგი? იდიოტია. კაი? მაცადეთ ერთი წუთი. თვალები დახუჭე და წარმოიდგინე სად არის ვლადი. ხო, რაღაცა გამოდის მართლა, ხომ გითხარი ნიჭიერი ხარ მეთქი? ერთი წუთი. სიჩუმე. ვიცი სადაც არის ვლადი. სახურავზეა. ვიცი ეგ სახურავი სადაც არის. მარტო არ არის და რაღაცაზე ნერვიულობს, უნდა ვიჩქაროთ. მარლენი, ვისაც მე ვიცნობდი, არასოდეს იტყოდა იმას, რასაც შენ ამბობ. მარლენი, რომელსაც შენ იცნობდი, სუსტი მიამიტი და უხერხემლო იყო. რა გჭირს ვლად, თითქოს რაღაც ახალს გეუბნები. საუკუნეებია სისხლში ბანაობდა, ახლა გაგაოცა ჩემმა ნათქვამ. შენ მშვენივრად იცი, რომ მე ადამიანის სისხლის გამო არასოდეს არ მომიკლავს. თუმცა დაგიხოცია უმრავი ფიც დადებული ისე რომ წარბიც არ შეგიხრია. ეგ სხვა შემთხვევაა, შენ ეს კარგად იცი. მე ის ვიცი, რომ მათ ვერასოდეს დააჯერებ იმას, რომ ამ ცხოვრებაში კიბო არ ხარ. შენ და ახლა უკვე მეც უფრო მეტნი ვარ და არ ვაპირებ მათი შიშით ვიცხოვრო. ნუ თუ გონია მივცემ უფლებას ისე ინადი რომ ჩემზე როგორც ჩემზე ნადირობდნენ საუკუნეების მანძილზე. არა ვლად, ახლა მე ვიწყებ მათზე ნადირობას და იმედია შემომიერთდები, როგორც ადრე. მე და შენ მთელი სამყაროს წინააღმდეგ. 70 წელი ველოდი ამ დღეს, ამოიღე ხმა. ადამიანების სისხლში ხელის გატყრას არ ვაპირებ და არც შენ მოგცემ ამის უფლებას.
და მანიშნევის სისხლი დავფარო ვლად მარლენ მარლენი ბიძია მეჩვენება თუ მართლა მარლენია ვლად კარგად დაფიქრდი და ისე მიპასუხე ჩემთან ერთად ხარ თუ არა მე ჩემი პასუხი გაგეცი უკვე რა გაეწყობა არჩევანი უკვე გაკეთებულია ახლა კი შეხედე რა შედეგი მოყვება მაგას მოკლა ვა საღოლწმო ამას შენგან არ ველოდი ზოგადად შეწვიხარ მეგობარ მარლენ ისეთი რა უშნახარ როგორც ადრე ჩემო მეგობარო ყველაფერი გამასწორდება მე გიშველი წამოდი საკმარისია დაასრულე ჩემ სიცოცხლეს ზესრულობა ვლად ზეამოდის ყველაფერს გამოვასწორებთ გვიანი არ არის მარლენ შემოხედე აღარ მინდა ვლად შეიწყებს ამოსვლას ვლად დავარია რომ კიდევ ერთხელ გნახე ჩიუტო ადამიანო მინდა ისეთი დაგინახოს სამყარო როგორცაც მე გხედავ მაგრა დასწორებს ბიჭო, აი სერიალა. საღოლთ ბიჭო, საღოლთ იმენა. ძალიან მაგარი. ვა, საღოლ. კაი რამეა. არ მინდა რომ ისე გამომივიდეს თითქოს სულში ვაფათურებ ხელებს, უბრალოდ თუ ლაპარაკის სურვილი გექნება, იცოდე რომ ჩვენ აქვთ. აქ ხართ. ძალიან მაგარი ფილმი ვიპოვე. ზუსტად ვიცი რომ მოგეწონება. ვამპირებზია და თან სასმელიც ჩავოციე. რამეზე საუბრობდით? ბოდიში დაგტოვებთ მე. ბიჭებო. ხოლა. ვიცი რომ თქვენი ცხოვრება კარდინალურად შეიცვალა, რაც ჩვენ გაგვიცანით. შეიძლება ნანოთ კიდეც, არ ვიცი. მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ მე ძალიან გამიხარდა თქვენი გაცნობა. თქვენ მართლაც კარგი მეგობრები ხართ. არა, ვლად, საერთოდ არაფერს არ ვნანობ. მართ არის რომ გითხრა, ძალიან მოხარული ვარ, რომ ესე დაალაგდა ყველაფერი.
შენ სასო? მეც. წამოდი ვნახოთ. აუ რა ჯიგარი ფილმი იყო. ძალიან მოგეწონება. ტაიგა ვაიტიტის ფილმია, რაღაც შედოუნაი თუ რაღაცა ქვია. Doing Shadows. ხო, და ზუსტად ვიცი რომ მოგეწონება. რა ვამპირებზეა რა? წამოთა გაზზე რაღაცებს აკეთებდნენ ისინი არ დაწვან სახლი. ქართული არ გესმეით? მორგში ადგილები არ არის. ქვემოთ ხარ ეხლა ჩამოსული სარდაფში ხარ, სავსეა აქაც. ბიჭო, თქვენ მე ფოკუსნიკი ხო არ გონივართ, ადგილები გავაჩინო თუ რა ვქნა? აჯანდობა ხდები ამ ქალაქში. ზემოთაც და ქვემოთაც სავსე. Opa. ვა, მაგარი იყო და ძალიან გაასწორა, ხო რა და ძალიან დრამატული და ის იყო და ძალიან კაი. ეგ არის მეგობრებო, ეგ არის რა. გადადით უეჭველი აღწერაშია მწოველების არხი, ვისაც ისი შესაძლებლობა გექნება სულ რო ერთი გამოწერა იყოს, გამოიწერეთ და გვერდში დაუდგეთ ამ ხალხს რა. აქ არის ყველანაირი ლინკი რაც დაგჭირდებათ. მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე დარჩით და უყურეთ, არხის გამოწერა არ დაგაუწყდეთ. სულ ცოტა გვიკლია რომ 5000 ავიდეთ და ბარემ შევაწვინოთ რა. აბა დაგემშვიდობებით ეხა და გკოცნით ყველას რა. აბა ხედავთ.